თანამედროვე ტექნოლოგიები მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ტექნოლოგიური ინოვაციები, მაგალითად როგორიცაა აგრომეტრი, კროპლერის სენსორი, სენსორული სისტემები და ასევე აგრომეტეო სადგური ეხმარება ფერმერებს ეფექტურად მართონ რესურსები, შეამცირონ არჩენები და მინიმუმამდე დაიყვანონ გარემოზე ზემოქმედება. მონაცემთა ანალიზი და პროგნოზირება ეხმარება ფერმერებს უკეთ გაანალიზონ ამინდის პირობები, დაავადებების გავრცელება და ნიადაგის მდგომარეობა, რაც საშუალებას აძლევს მათ მიიღონ ზუსტ ინფორმაციაზე დაყრდნობილი დროული გადაწყვეტილებები. დღევანდელ ვიდეოში ამ თანამედროვე სისტემების შესახებ ვისაუბრებთ. ნიადაგის ნაყოფიერების განსაზღვრისათვის აუცილებელია ნიადაგის ანალიზი, რაც ფერმერებს საშუალებას აძლევს სწორად განსაზღვრონ სასუქის ტიპი და რაოდენობა. მსხვილ ფერმერებს ამისთვის ფინანსური რესურსი აქვთ, თუმცა მცირემიწიანებისთვის ეს უფრო რთულია. ხშირია შემთხვევები, როდესაც ფერმერებს ნიადაგში ზედმეტი ან არასაკმარისი სასუქი შეაქვთ, რაც ზედმეტი ხარჯების გარდა გარემოსაც აზიანებს. ახალი ტექნოლოგია აგრომეტრი საშუალებას იძლევა ნიადაგის ნაყოფიერება სწრაფად და ეფექტურად განისაზღვროს. მისი სპექტრომეტრი განსაზღვრავს ნიადაგის შემადგენლობას, რის შედეგადაც ფერმერებს ეძლევათ ზუსტი ინფორმაცია სასუქის საჭიროებაზე. აგრომეტრი აგროვებს მონაცემებს და აგზავნის მათ განახლებად საერთო ბაზაში. ამის შემდეგ აპლიკაცია გვიჩვენებს ინფორმაციას ნიადაგში შემავალი ნივთიერებების შესახებ. მიღებული მონაცემები საშუალებას აძლევს ფერმერებს ახორციელონ მუდმივი მონიტორინგი ნაკვეთებზე და აკონტროლონ ნიადაგის ნაყოფიერება. კროპლერის სენსორი მსოფლიოში პირველი აგროკამერაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით უწევს მცენარეებს მონიტორინგს და გვეხმარება შედეგების გაციფრულებაში. კროპლერი მცენარეებს პირველადი მონაცემების წყაროდ იყენებს და აგრონომებს აწვდის მკაფიო, ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობილ რეკომენდაციებს. მისი დახმარებით შესაძლებელია მოსავლის მონიტორინგი და ჯანმრთელობის კონტროლი რეალურ დროში. მცენარის დაავადებების გამოვლენა სანამ უშუალოდ სიმპტომი აშკარა გახდება. მოსახერხებელი, დროზე დაფუძნებული ფოტოანალიზი. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით პრობლემის გამოკვლევა და რეკომენდაციების მიღება. სხვადასხვა მცენარეების ჯიშების მკაფიო შედარება. შეტყობინებები და ყოველდღიური მხარდაჭერა. ამრიგად, კროპლერი გვაწვდის ღირებულ ინფორმაციას კონკრეტული ადგილიდან, რაც საშუალებას გვაძლევს განსაზღვროთ მთლიანი მოსავლის მდგომარეობა. სენსორული სისტემები თანამედროვე სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს სისტემები მოიცავს სხვადასხვა სენსორებს, რომლებიც აკონტროლებენ ნიადაგის მდგომარეობას, მცენარეთა ჯანმრთელობასა და გარემო პირობებს. სენსორები აგროვებს მონაცემებს ტენიანობაზე, ტემპერატურაზე, ნიადაგის pH-ზე და სხვა პარამეტრებზე, რაც ფერმერებს საშუალებას აძლევს მიიღონ ზუსტი ინფორმაცია და გააუმჯობესონ მეურნეობა. მონაცემები პირდაპირ გადადის მობილურ აპლიკაციაში, რაც საშუალებას აძლევს ფერმერებს მუდმივად აკონტროლონ და დაარეგულირონ სასოფლო-სამეურნეო პროცესები. სენსორული სისტემები არა მხოლოდ ზრდის მოსავლის ხარისხსა და რაოდენობას, არამედ აუმჯობესებს რესურსების გამოყენებასა და ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. სადგური იძლევა ინფორმაციას ამინდის შესახებ. მაგალითად, როგორია ტემპერატურა, ტენიანობა, ქარის სიჩქარე და ნალექი, რაც ეხმარება ფერმერებს, რომ დაგეგმონ სხვადასხვა აგროტექნიკური ღონისძიებები. მონაცემები რეალურ დროში იტვირთება მობილურ აპლიკაციაში, რაც შესაძლებლობას აძლევს ფერმერებს დროულად მიიღონ გადაწყვეტილებები სარწყავი ან ფიტოსანიტარული სამუშაოების შესრულებაზე. აგრომეტეო სადგური განსაკუთრებით ეფექტურია არამდგრადი კლიმატის პირობებში, რადგან ის ამცირებს რისკებს და ზრდის მოსავლის ხარისხს.